სერჯო ლეონემ როდესაც დაასრულა ფილმ ერთხელ ამერიკაშის გადაღებები, მას 10 საათიანი სრულფასოვანი მასალა ჰქონდა. მემონტაჟესთან ერთად მან საბოლოოდ შექმნა 6 საათიანი ეპიკური განგსტერული ისტორია. ლეონეს სურდა, რომ ეს სურათი 2 ნაწილად გამოსულიყო კინოთეატრებში, 3 საათიან სერიებად, მაგრამ ამის უფლება სტუდიის ბოსებმა არ მისცეს. სპეციალურად დაიქირავეს მემონტაჟი და ფილმის ქრონომეტრაჟი დაიყვანეს 3 საათსა და 50 წუთამდე. სწორედ ეს ვერსია გავრცელდა ევროპაში და აზიაში, მათ შორის ჩვენთანაც, მცირე ცვლილებებით. მაგრამ ამერიკელი მაყურებლისთვის კიდევ უფრო შეამცირეს ქრონომეტრაჟი. თან ისე რომ რეჟისორმა ამის შესახებ არც კი იცოდა. ფილმი 2 საათი და 20 წუთი გამოვიდა. რა თქმა უნდა, ეს ვერსია ამერიკაში ჩავარდა. ამიტომაცაა რომ ევროპელი მაყურებელი თვლის, რომ ერთხელ ამერიკაში ყველა დროის საუკეთესო განგსტერული ფილმია და შეერთებულ შტატებში ზოგმა საერთოდ არც კი იცის ამ ფილმის არსებობის შესახებ. ამ ამბების მერე სერჯო ლეონე იმდენად გულნატკენი იყო მისი საოცნებო ფილმის ასე განადგურებით, რომ მათ გადა კინოდან საერთოდ წავიდა და ამის მერე აღარაფერი გადაუღია.